აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკისთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვას დაესწრო. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დევნილი ქალი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის სამკაულები, ნაქსოვის სათამაშოები, ტექსტილის პროდუქცია, კერამიკული ნაწარმი, ასევე სასურსათო პროდუქცია. მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებთან ერთად გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა, მეწარმეებს გაესაუბრა და ღონისძიების მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანს დევნილ მეწარმეთა ხელშეწყობა, გაძლიერება და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენს. აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია დევნილი მეწარმეების გაძლიერება, მათ შორის ქალ დევნილ მეწარმეთა გაძლიერება. ამ მიზნით იმართება გამოფენები. დღეს ვიმყოფებოდით ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერითი ღონისძიება განვახორციელეთ. ჩვენ აფხაზეთის მთავრობა სამომავლოდ აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში, დავიწყებთ მათი პროდუქციის პოპულარიზაციას და შევეცდებით ყველანაირად მხარში დაუდგეთ. ეს ჰუმანიტარული პროექტიც არის, რასაკვირველია, სოციალური თემა, მაგრამ ამავე დროს პოპულარიზაცია საკმაოდ პოლიტიკური შინაარსის მქონე. გახსოვდეს აფხაზეთი, საერთო სახელი შეიძლება დავარქვათ და წარმატებულებიც არიან და ვფიქრობ, აი ეს დამოკიდებულება თვითონ მათი დევნილების საერთოდ აი ამ პოლიტიკური საკითხების მიმართ, აი ამ აქციის მიმართ, რასაც ეხლა ატარებენ, არის მისაბაძი